როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს კონკრეტულად გავშალოთ მესამე ფაქტორებზე. ეჭვის დონეზე კი არა, აი ზუსტად რომ იცით, რომ ხართ ამ ურთიერთობაში, ვინ რა პოზიციაზე ხართ, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავაკონკრეტებ და თქვენი ინტუიციიდან გამომდინარე, გააგრძელეთ ამ ვიდეოს ნახვა და შევხედოთ დამოკიდებულება, მნიშვნელობა, ვისკენ როგორი აქვს და რა შეიძლება საერთოდ გამოვიდეს და ამ შემთხვევაში ვიცი რომ ბევრს არ გაინტერესებთ კონკრეტული არჩევანი, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასე აჟღერებთ, მაგრამ მე მაინც ვიმეორებ, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი არის არჩევანი და მე ამ კონკრეტულ კითხვაზე ამოვიღებ აუცილებლად არგანებს, გააკეთებს თუ არა კონკრეტულად თქვენსკენ არჩევანს, რომ დაასრულდეს ეს სამკუთხედი, ან ოთხკუთხედი, როგორიც თქვენ გაქვთ. აქ უკვე მინიშნებები დაიწყო. მინიშნებები, საერთოდ ეს ადამიანი თავის კომფორტის ზონაშია და ეს კომფორტის ზონა მასზე ზემოქმედებას აკეთებს. ზემოქმედებას, რომ უფრო მეტად მოდუნდეს და არაფერი არ გააკეთოს თქვენთან. ნახოთ, დამოკიდებულება მისი თქვენს მიმართ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა მასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა. აუცილებლად თავარი არკანი იქნება აქ. გააკეთებს თუ არა არჩევანს თქვენზე, ერთი არკანით მაინტერესებს არანაირი დამატებით, იმიტომ რომ აქედან უნდა მივიღო პასუხი და ასევე მასთან დაკავშირებით. ურთიერთობის შესაძლებელი განვითარება ამ ურთიერთობაში და აქ სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. რეზონირდება ეს გაშლა კიდე იმაზე, რა თქმა უნდა, თავისთავად სამკუთხედი, ოთხკუთხედის თემა, მაგრამ თუ ბლოკებია უკვე ურთიერთობაში და ეს მიმდინარე სიტუაციაც უკვე არის ძალიან უხარისხო, უკონტაქტო და მოკლედ მოიკოჭლებს. ნახოთ, დამოკიდებულება თქვენთან. როგორი დამოკიდებულება აქვს? ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარმული და მიზეშედეგობრივია, კარმა რა არის, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. რა თქმა უნდა, სურს თქვენთან ურთიერთობა, დამოკიდებულება, მაგრამ ეს ურთიერთობა როგორია იცი, მისი აზრით, რაც უფრო მეტად მინდა შენსკენ, უფრო მეტად დიდი უსიამოვნო მომენტებს ვიწებებ აქედან გამომდინარე. თუმცა ამ ურთიერთობის გარეშეც არ შეუძლია თუ მაინც არ გინდა, არ შეუძლია თუ არ, უფრო რა არის, იცი, უფრო არ უნდა ბოლომდე, რომ ეს ყველაფერი უფრო გააჯანსაღოს და მართლა საკუთარი თავი მოიპოვოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი გაურბის საკუთარ თავზე, თქვენ ხართ ის სარკე, რომელიც აჩვენებს მას მის ყველაზე უარყოფით და დესტრუქციულ მოქმედებებს, ზოგადად თქვენთანაც და საკუთარ ცხოვრებაში ცალკე იმალება შინაგანად, ეს არის მაინც სირაქლემას პოზიცია. არ აქვს არანაირი გამოცდილება გადამუშავებული და რეალურად აშინებს ეს ურთიერთობა თქვენთან და აშინებს ზუსტად ის მიზიდულობა, რომელიც აქვს თქვენს მიმართ. ნახოთ აქ რა ხდება დამოკიდებულებაში, აქ უკვე მშვიდობა პირველი არკანი. აი აქ უკვე ეს ალბათ თქვენც უყურებთ, ხო? ამ ურთიერთობაში პირდაპირ ვიტყვი, მეტად ჯანსაღია ყველაფერი. აქ არის გრძნობა, აქ არის მაინც ის მომენტი, რომ უყვარს ეს ადამიანი. მე შემიძლია ვთქვა, ანუ ეხლა თუ მარტო მეექვსე არკანი მექნებოდა, ვიტყოდი, რომ მაინც არჩევანია. კლასიკურად ეს არჩევანიც არის, მაგრამ ის უდაოდ ვნების და გრძნობის არკანიც არის, თან სამყაროს, თან სრულყოფილება მისთვის იქ და რასაც მნიშვნელობა და დამოკიდებულება ქვია. თუ აქ ვხვდები უკვე არჩევანს, რა თქმა უნდა, მისი გული იქეთ არის და ამიტომ მიაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება, შესაძლოა ზუსტად ეს მინიშნება იყო დღეს თქვენთვის, ვერაფერს ვერ დავამატებ აქ, რადგან ეს ყველაფერი ნათელია. კონკრეტულად ერთი არკანით გააკეთებს თუ არა თქვენზე არჩევანს და გააკეთებს თუ არა აქ არჩევანს. ნახე, აქ არჩევანს რაც შეეხება, არჩევანს გაკეთება არ ხდება. ეს ადამიანი როგორც ჩვენთან მოდის და მოიწევს, ასევე მიდის თავის ბიზნესკენ, ანუ ავტომატურად გადადის ამ ურთიერთობაში და აქაც როგორ რაღაცა იცი, არჩევანი მაინც უჭირს.
ძალიან მჭირს აქ თუ სულიერი საკითხები და გულის ამბავი მოწესრიგებული აქვს და ვიტყვი რომ აქ გრძნობა ვერ ვიტყვი რომ ეს ადამიანი რამეს აკლებს და რაღაცა, მაგრამ თქვენშიც არის რაღაცა ის მნიშვნელოვანი, რაც მას სჭირდება და აქ ჩანს რაღაცნაირი, მაშინ გამოდის რაღაცა სიხარბე, როცა აქაც უნდა და იქაც უნდა. პრიორიტეტი რა თქმა უნდა ეს ადამიანია, თუმცა არჩევანი ამაზე არც ფიქრობს ეს ადამიანი. თითქოს არ ფიქრობს ამაზე. უბრალოდ მიზანი არის იყოს შენთან ურთიერთობაში, მიიღოს მისთვის სასურველი ენერგიები და იქნება ემოციური დონორი და აქ ამ არჩევანთან დაკავშირებით მაინც გავლენა თავისთავად ხდება ურთიერთობაში, იმიტომ რომ ქაოსი არის. აქ არის აქ ვიცი რომ საიდან იწყება ამათი კონფლიქტი? როგორც ჩანს, ეს ადამიანი ვერ იღებს ზუსტად იმ აღიარებას ურთიერთობაში. მამაკაც რო იგოს ეს ქალი ვერ ასხამს კარგად წყალს და ვერ წამს, ზუსტად იქიდან გამომდინარე არის ქაოსი და გადმოდის აქეთ. ანუ პრინციპში არჩევანი გაკეთებული აქვს, მაგრამ აი რა უყოს აი მის მამაკაცს რო იგოს, რომელსაც ჭირდება მორწვა და ზუსტად აი ეს ენერგია მოდის შენგან და მე გირჩევთ რომ რა თქმა უნდა არ იყოთ მისთვის ამ ენერგიის წყარო. რა შეიძლება გამოვიდეს, რა შეიძლება გამოვიდეს აქ თვითონ ხვდებით, გული უკვე ნატკენიც გაქვს, მაგრამ უფრო გეტკინება თუ გაჩერდები, რაც არ უნდა რთული იყოს ამ ურთიერთობიდან უნდა გახვიდე, იმიტომ რომ დაგხლის, აი გულს და სულს გამოგჭამს ეს ურთიერთობა და შესაძლოა უკვე ხარ ამ სიტუაციაში და ამ ურთიერთობაში, რადგანაც შენ ყველაფერს გრძნობ და ხედავ სამკუთხედი და ოთხკუთხედი საერთოდ თუ არის ურთიერთობაში, ამას უნდა გქონდეს აუცილებლად მე გეტყვით უბრალოდ ამას უნდა გქონდეს რაღაცა შენი სწორი სარგებელი. შენი სწორი სარგებელი, ახლა გულს ვერ უბრძანებ, ხო? უნდა იყოს ის, რომ რაღაცას კარგს უნდა იღებდე, ცოტას მაინც და აქ მე ვერაფერს ვერ უყურებ, რომ იღებ. ეს არის დროის ფუჭად კარგვა და საკუთარი თავის და ემოციების გათელვა. სანამ ეს ადამიანი შენს გულს გადაუვლის, მანამდე გამოდის, რომ შენივე გადაწყვეტილებით ხარ აი ამ მდგომარეობაში. მესამე ფაქტორები იქნება არჩევანს არ გააკეთებს და მისი ნებისმიერი მოქმედება დაგაზიანებს ყველანაირად და ამიტომ მიაქცია ამას ყურადღება. აქეთ რა იქნება? აქეთ როგორც მოდუნება, ასე ყველაფრის გამოსწორებაც ხდება და ამ ურთიერთობისკენ იხარჯება ეს ადამიანი უფრო. ამ ურთიერთობისკენ მიდის მოგვარება, თუ რამე ირევა ისევ თვითონ აგვარებს ამ ყველაფერს და მოკლედ ახლა ისეთი ენერგიებია, რომ აქ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენთან თუ რამეს არევს, დარევს და გულს გადგენს და არაუშავს თითქოს და მთავარია აქეთ გამოიქცეს და რაღაცები დაალაგოს. ეს ძალიან სამწუხაროა. ვინც არ უნდა უყურებდეს, არც ერთი პოზიცია არ არის სახარბიელო მაინც. მე მინდა რომ მაინც რაღაცა კითხვა დავამატო ამ სიტუაციიდან გამომდინარე. უბრალოდ კითხვასაც ვერ ვფიქრობ რა კითხვა დავსვათ, განჩენს ყველაფერი აქ ნათელია. თუ იქნება მაინც კაი, ვისაც არა გაქვთ მაინც ის ემოციური სიმტკიცე და მაინც გინდათ ეს ადამიანი. რაღაცა მაინც თქვენსკენ თუ წამოვა ეს ადამიანი, ცოტა მაინც თქვენსკენ თუ წამოვა მანიპულაციურად, წამოვა არასწორად ეს ადამიანი თქვენსკენ. ამას მე წამოსვლასაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ცნობიერებს იმას, რომ რაღაცა ისე თუ არ მიდის და თუ არ გმართავს, გეგონება რომ ხარ მისი მსხვერპლი, ეს გეგონება ეს ასე უნდა იყოს. გეგონება გაამაგრეთ თქვენი პოზიცია რა ძალიან გთხოვთ ამ ხარეს, თორე მინიმუმ თავზე გადაგივლის და მაქსიმუმ აი უკვე ფაქტიურად ამ შეგრძნებებში ხართ. რჩევა შესაბამისად თქვენთვის მომინდია და რა ყველაფერი ნათელია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რაც და როგორ გააკეთებთ და ამ ურთიერთობაში როგორ შეიძლება მერე როცა დაუშვათ თქვენ გახვალთ როგორ შეიძლება განვითარდეს უბრალოდ უშენოთ აი არა ხარ შენ არა ხარ ეს ენერგიის წყარო აქ
აი აქ მე უკვე დაიწყება აგრესია, გაღიზიანება, დაიკარგება. ესე იგი, რა გამოდის, იცი? თუ ამ ურთიერთობაში დღესდღეობით არის რაღაცა მაინც თავისებური კეთილდღეობა და არსებობს ეს ურთიერთობა, თქვენი ემოციის ხარჯია, იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში ეს ადამიანი უფრო ანეიტრალებს ყველაფერს და ბოლომდე არ არის გადავარდნილი აქ და ნუ ასე თუ ისე არ ზიანდება ყველაფერი და აი უკვე როცა შენ აღარ იქნები, ეს ძალიან საინტერესოა, როცა აღარ ხარ ამ თამაშში და თუნდაც ბრძოლის ველზე, აი აქ უკვე ხდება დაპირისპირება ამათ შორის უფრო მეტად ამ ემოციების მაგივრად წამოვა წინა პლანზე, რა თქმა უნდა, გაღიზიანება, აგრესია, უფრო მეტის გაკეთება მოუწევს და ყველა დაინახავს თავის ქმედებას ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს საბედისწერო ურთიერთობა, ანუ საბედისწერო, ესეთი ცოტა უტრირებული ნათქვამია, ბედის ბორბალია და ეს ადამიანი, ანუ ეს ქალბატონი მასე ძალიან მოქმედებს და შესაბამისად მას აქვს უმწეო მდგომარეობა აქ და ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც ამ ქალს უნდა. კი ბატონო, ამ ადამიანმა შექმნა შესაძლოა ეს პარალელური ურთიერთობები, მაგრამ საჭესთან ეს ქალია რეალურად. შესაძლოა იცოდეს და ხვდებოდეს კიდეც და არ გამოვრიცხავროასია, მაგრამ მაინც უღირს ამ ადამიანს და ერთი სიტყვით რაღაც თავის ღირებულებას და ფასეულობას ხედავს ამ ურთიერთობაში და აქ შემიძლია ვთქვა, როგორც იციან ხოლმე, ამ ქალის პოზიცია და სიძლიერე არის ის, რომ განათავმოყარეობა არ აქვს, ყველაფერი აქვს ამ ადამიანს, უბრალოდ უღირს. აი რო იციან, აი მარტო ჩემი, ხო და აი ამ დევიზით მარტო ჩემი, აი ეს სიტუაცია და ეს მისაკუთრეობა იმდენად უბლოკავს და ცოტა უბნელებს გონებას, რომ აიგნორებს თუ რა ხდება გვერდზე და რატო შეიძლება მისმა ადამიანმა თუნდაც პარალელურ ურთიერთობაში გავიდეს. ამიტომ მე ასეთ ადამიანთან გეუბნებით, რომ შებრძოლება არ ღირს, რადგანაც ქალმა თუ მიაწვა რქებით და გადაწყვიტა, რომ კი ბატონო, ეს უღირსი სიტუაცია, მაგრამ მე მინდა და მიღირს, მაშინ თქვენ წააგებთ. თუ ქალი დაიღლება და საერთოდ არ აინტერესებს ასეთი ადამიანი, შესაბამისად თვითონ არ წააგებს და რეალურად ასეთ მამაკაცთან არც თქვენ არ დარჩებით მოგებული, ალბათ მეთანხმებით, ხო? ასეთი იყო კონკრეტულად მე საკმაოდ ბევრი თხოვნები შემომივიდა მესამე ფაქტორებთან დაკავშირებით და ზოგადად ვცდილობ, რომ ამ სიტუაციას მაინც ავარიდო, ასე ვთქვათ, თავი, მაგრამ ვინც ხართ დღეს დღევანდელი ენერგიებით, ასეთი მესიჯი არის და მოკლედ თქვენთვის მომინდია დასკვნების გამოტანა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.